მას ბევრი ზედმეტსახელი აქვს: პრეზიდენტის პირადი ბიზნესმენი, პრეზიდენტის მოლარე, პრეზიდენტის კარის ბიზნესმენი, პრეზიდენტის ჯიბე, ლენინი, დოდიგა. სხვათა შორის ეს უკანასკნელი რუსული კრიმინალური ლექსიკონის მიხედვით პატარა ბიჭს ნიშნავს. მას არავინ იცნობს. ხშირადად ჟურნალისტებს და არც პოლიტიკოსებს წარმოდგენა არ აქვთ ვიზეს საუბრობენ მას ხან გიას, ხან მერაბს, ხან ლევანს ეძახიან. ის სარგებლობს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მომსახურებით. ვარჯიშობს ქორთიართ მერიოტის სავარჯიშო დარბაზში. დაყობა პრეზიდენტს საზღვარგარეთის ვიზიტების დროს. არ აქვს ოფისი, სადაც მუდამ იქნება. არ უყვარს ფოტოები. არ ჩნდება არც ერთ ვიდეო კადრში. მას სახეზე უახლოესი გარემოცვის გარდა ფაქტობრივად არავინ იცნობს. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ელიტურ კორუფციასთან დაკავშირებით მისი გვარი ყველაზე ხშირად ხსენებადი იყო. ჩვენ შევეცადეთ მასზე ყველაფერი მოგვეგროვებინა და თქვენთვის მხოლოდ ერთდროულად რამდენიმე წყაროსთან გადამოწმებული ინფორმაცია შემოგვეთავაზებინა. მასზე ღიად სატელევიზიო ეთერში არავინ საუბრობს. ის კანონიერ ქურდებთან მეგობრობს. შარანგიების აფხაზური საგა ანატომიაში. დღეს როგორ გონიათ სააკაშვილის ოჯახის ქონების კაპიტალიზაცია რა ციფრებში გამოიხატება? რამდენიმე მილიარდით. სააკაშვილის ოჯახს აქვს რამდენიმე მილიარდი? ის მithkma მოთქვა რკინიგზაზე. რაც იყო აქამდე. ხო დავწმუნდით, რომ ჩვეულებრივი ბლეფი აღმოჩნდა, მაგრამ რკინიგზის მესაკუთრე აღარ არის სახელმწიფო, არის ვიღაც კომპანია. იქნებ ფაქტებით ვისაუბროთ. ეს კომპანია ეკუთვნის რეზო შარანგიას, რომელიც არის სააკაშვილის კარის ბიზნესმენი. კომპანია ბილაინი 59%, 49 არა უკაცრავად 40% ეკუთვნის სააკაშვილს. კომპანია რუსთავი 2 ასევე ეკუთვნის სააკაშვილს. საქართველოს რკინიგზა, ლიბერთი ბანკი, საქართველოს ბანკი, კავკასუს ონლაინი, თბილისის წყალი, დეზერტირების ბაზრის ტერიტორია, ქართული სოკარი, სახალხო აფთიაქი, თბილისი ცენტრალი, ძველ თბილისში რიღეს ტერიტორია, მობილური კავშირის კომპანია ბილაინი, საქართველოს ლატარიის კომპანია, ნუგეში, GMC-ის რესტორნების ქსელი, რესტორანი ქალაქური, რესტორანი მატროშკა, რესტორანი ურბაკა, რესტორნების შემოიხედა გენაცვალეს ქსელი, იაპონური რესტორანი, ძველი სახლი, სიტი პარკი, თბილისის ტაქსი, სამარშრუტო ტაქსები, ბათუმის ინტურისტი. თულიად ჩემთვისაც და ალბათ თქვენთვისაც იმის დაჯერება, რომ ამ ყველა ობიექტის არსებობა ერთი კონკრეტული გვარის ისტორიას უკავშირდება. თუმცა როგორც ჩვენი წყარო იტყობინება, აქ საქმე არა მხოლოდ ერთ გვართან, არამედ ერთ რთულიან გვართან გვაქვს. ხოლო ვინ დგას ამ რთული თანწყობის ფინანსური პირამიდის თავში, ამის გამოცნობა კი ალბათ რთული არ უნდა იყოს. შარანგიები. მამა ლორენცო შარანგია, შვილები მერაბ შარანგია, რეზო შარანგია, ლევან შარანგია, შოთა შარანგია. მიხელ სააკაშვილის და შარანგიების დაახლოება სააკაშვილის კიევში ცხოვრების დროს დაიწყო. მისი უახლოესი მეგობარი და ჯგუფელი, ვისთანაც ის ცხოვრობდა, გახლავთ ვინმე გია ყარამანიშვილი, რომლის დაც ნატა ყარამანიშვილი გახლავთ რევაზ შარანგიას მეუღლე. შარანგიები მამის კომუნისტური წარსულის და მოსკოვში ქართული კრიმინალური კლანის წყალობით აფხაზეთიდან წამოსვლის შემდეგ მალევე დადგნენ ფეხზე. მოსკოვში ლორენცო შარანგიაზე რეგისტრირებული კომპანიის საქმიანობაში მითითებულია საცალო ვაჭრობა, საშუამავლო მომსახურება ქონების შეძენა გაყიდვის დროს, რეკლამა, წარმომადგენლობითი მომსახურება, რაც უზრავი ქონების შეძენისას ინფორმაციით უზრუნველყოფას გულისხმობს. ისევ მოსკოვი. ამჯერად სხვა კომპანიის დირექტორად მერაბ ლორენცოზე შარანგია სახელდება. რაც შეეხება საქმიანობას, ის საკმაოდ მრავალფეროვანია და სპეციალიზირებული ტექნიკის შეძენა, მონტაჟიდან დაწყებული სატრანსპორტო გადაზიდვებით დამთავრებული ყველაფერს მოიცავს. მოგვიანებით ისევ მოსკოვში უკვე ჩნდება სხვა კომპანია, რომლის აქციონერთა სიაში ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი გვარები გვხვდება. ნავთობ კომპანია გეინ ოილის აქციონერები არიან ბუთა, იგივე რეზო სოსოსძე ელიავა, ხვიჩა გუდოსძე მაკაცარია, რევაზ ლორენცოძე შარანგია. ელიავა მაკაცარია შარანგიას მოსკოვში ასევე ჰქონდათ სარესტორნო, სათამაშო, სატრანსპორტო და სამშენებლო ბიზნესი, მაგრამ ყოველთვის ცნობილია, რომ მოსკოვში ახლაც და მაშინაც კანონიერი ქურდების ქოლგის გარეშე ამ სახის ბიზნესის კეთება არავის შეეძლო. სწორედ აქ იკვეთება ბიზნესის, კანონიერი ქურდების და ჩვენი ხელისუფლების გზები. Лаша Шишинашвили, по кличке Руставский Лаша, ему грузинскими ворами Тариелом Аниани и Мирабом Джадгвиладзе было предъявлено то, что он слишком увлекается коммерцией и не соответствует по своему поведению, по своему образу жизни статусу вора. В апреле 2008 года Аниани и Джангвиладзе собирают воровскую сходку, где заочно приостанавливают воровские полномочия Лаши Руставского. Приостановить вора по уголовным правилам означает, что Лаша, пока конфликт не разрешится, лишается воровского сана.
В ответ Лаша, получив одобрение легендарного вора в законе деда Хасана и Япончика, лишает воровской короны Тариэла и Мираба. რევას შარანგია საინფორმაციო წყაროებში დასახელებულია კანონიერი ქურდის მერაბ ჯანგველაძის ბიზნეს პარტნიორად და მეგობრად. ეს ის ჯანგველაძეა, რომელსაც ასევე კანონიერი ქურდის იაპონჩიკას მკვლელობა ედება ბრალად. ჯანგველაძე ავტორიტეტის ტარიელ ონიანის მარჯვენა ხელად სახელდება. აქვე ისიც ხდება ცნობილი, რომ ავტორიტეტები ძმები მერაბ და ლევან ჯანგველაძეები რევას შარანგიას ოფიციალური ბიზნეს პარტნიორის ხვიჩა მაკაცარიას ცოლის ბიძები არიან. ტარიელ ონიანი ჯანგველაძეებს, ჯანგველაძეები მაკაცარიას, მაკაცარია კი თავის მხრივ მოსკოვში შარანგიების ბიზნესი ინახავდა. ტარიელ ონიანის და პრეზიდენტ სააკაშვილის ახლო ურთიერთობებზე პრესაში არაერთხელ გასულა ინფორმაცია. შესაბამისად შარანგიები სააკაშვილის ჯგუფელ ყარამანიშვილის გარდა საქართველოს პირველ პირთან მეორე და არანაკლებ საიმედო შუამავალს ონიანს პოულობენ. ეს ყველაფერი უკვე 2003 წელს ხდება. სწორედ ტარიელ ონიანის ხელშეწყობით ხვიჩა მაკაცარია ვარდების რევოლუციის ერთ-ერთ დამფინანსებლად სახელდება, რაც უკვე მოგვიანებით კრიმინალური ავტორიტეტ ძმებ ჯანგველაძეებისთვის ხელშეუხებლობის ქართული იმუნიტეტის მიზეზიც ხდება. თავის მხრივ ჯანგველაძეების და სააკაშვილის მდობის ხარისხს ის ფაქტიც ადასტურებს, რომ უკრაინაში 2010 წელს გამართულ არჩევნებზე ქართული დამკვირვებლების სიაში დათა ახალაიასთან და გივი თარგამაძესთან ერთად ლევან ჯანგველაძის გვარით შეხვდა. მაკაცარიას ერთად საინფორმაციო წყაროები ვარდების რევოლუციის დამფინანსებლად და ამ ბიზნეს ჯგუფის მთავარ საყრდენად სწორედ რევაზ შარანგიას, იგივე დოდიკას ასახელებენ. რევაზ შარანგიას უცნობი, მაგრამ ხმაურიანი ბიზნეს ისტორია საქართველოს რკინიგზის გაყიდვის თემით იწყება. მილიარდნახევრიანი კაპიტალის მქონე რკინიგზის სავარაუდო მყიდველად უკვე რამდენიმე წელია რეზო შარანგია სახელდება. თუმცა როგორც ანატომიის წყაროებიდანვე ირკვევა, რკინიგზის გადაზიდვები მას ფაქტობრივ სარგებლობაში უკვე გადაცემული აქვს, რაც თავის მხრივ კომპანია სოკარსაც უკავშირდება, რომლისთვისაც გადაზიდვებს სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, მაგრამ აქ მეორე პოლიტიკური მხარეც არსებობს. აგვისტოს შემდეგ ერთმანეთს რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა დაემთხვა. კერძოდ, რუსეთის სააქციო საზოგადოება Российские железные дороги მიერ სომხეთის რკინიგზის მართვის უფლებით აღება და იქ სამხრეთ კავკასიის რკინიგზის დაფუძნება. აგრეთვე საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები და ბოლოს აგვისტოს ომის დამთავრებისთანავე რუსეთის განცხადება ვლადიკავკასა და ცხინვალს შორის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის შესახებ. ცხადია, ამ უკანასკნელის მშენებლობას არანაირი ეკონომიკური მნიშვნელობა არ ექნება, თუ იგი არ შეუერთდება გორინიქოზის სარკინიგზო მონაკვეთს. იდეაში კი რუსული გეგმა ერთიანი სამხრეთ კავკასიის რკინიგზის შექმნას გულისხმობს. ყოველივე ეს აშკარად მიუთითებს, რომ რუსეთისთვის უმნიშვნელოვანესია საქართველოს რკინიგზის ხელში ჩაგდება. ამდენად საქართველოს მიერ რკინიგზის გასხვისების ნებისმიერი მცდელობა არა მხოლოდ პრივატიზაცია, არამედ მართვის უფლების გადაცემაც კი რუსეთის სახელმწიფოსთვის მისი პირდაპირი გადაცემის თვალსაზრისით იქნება. 2 მილიარდიანი კრედიტის სანაცვლოდ მართვაში აფხაზეთის რკინიგზაც აიღო, რომლის ერთ-ერთი მიზანი რკინიგზის ბათუმის პორტამდე მიყვანა, რაც ანალიტიკოსების ცნობით ყველაზე მეტად სააკაშვილის თითქმის ბიზნეს პარტნიორს რევას შარანგიას აწყობს, რომელიც თავის მხრივ ქართული რკინიგზის ფაქტობრივ მმართველად სახელდება. ნათესაური კავშირების გარდა შარანგიას ბაღავშთან ურთიერთობას მათი ერთობლივი მფარველი რუსი ოლიგარქების კლანიც აიძულებს. ცნობილი ხდება, რომ სწორედ ბაღავშის და რუსული ბიზნესის გარანტიების დახმარებით შარანგია არ ერიდება საკუთარი ფულის აფხაზეთის საკურორტო ზონაში ჩადებას. აქვე ერთმანეთს უკავშირებენ აფხაზურ მობილურ კომპანია ამობაილს და ბილაინს, რომლის ერთ-ერთი მმართველი და მეწილე ასევე შარანგია. აფხაზურმა ფიჭურმა კომპანიამ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედების უფლება თბილისში მოქმედი ხელისუფლების პირობებში მოიპოვა. მობიტელთან და ბილაინთან დაკავშირებით, როგორც ნაციონალური ხელისუფლების ერთ-ერთი ყოფილი წევრი აცხადებს, ზედარ გოლშიც კი შეიქმნა დაპირისპირება. საზოგადოების დიდ ნაწილს ახსოვს კახა ბენდუკიძესა და დიმიტრი ქიტოშვილის შორის წარმოშობილი ღია უთანხმოება. დღევანდელი ბილაინისთვის სიხშირის აღდგენასთან დაკავშირებით. წყებირი წყაროდან ცნობილი ხდება, რომ რევას შარანგიამ ქიტოშვილისგან აღნიშნული სიხშირე 9 მილიონად მოიპოვა. აფხაზეთში კი ამობაილის ზედამხედველად ბაღავშის შვილი სახელდება. ბილაინის წარმომადგენლობითი კომპანიის მობიტელის 51% კი ერთმნიშვნელოვნად რუსულმა კომპანია ვიმპელკომმა $12 მილიონ შეიძინა, რაც შარანგიას ბიზნესის რუსული ინტერესის კიდევ ერთი შტრიხია.
ფაქტია, რომ სააკაშვილი აფხაზებთან როდესაც ეს საქმე ფულს ეხება, საერთო ენასაც და კაცსაც ადვილად პოულობს. შესაძლებელია ამიტომაც 2008 წელს რუსულ-ქართული ომის დაწყებამდე შარანგიამ დაგეგმილი საბრძოლო ღონისძიებების შესახებ უფრო ადრე იცოდა, ვიდრე საქართველოს ელჩმა რუსეთის ფედერაციაში. რა არის იდეა მოსკოვის ისტორიის? ძალიან მარტივ პრეისტორიას გეტყვით, ესე იგი, საქართველოს საკონსულო რაღაც მახინაციებით, საკონსულო შენობა რაღაც მახინაციებით ხელში ჩაიგდო თავის დროზე შარანგიებმა. ეს ხდება 10-12 წლის წინა პერიოდში. 10 წლის შევარნაძის პერიოდისა და გარდამავალ პერიოდში მათ ჩაიგდეს ხელში ეს შენობა, რომელშიც განთავსებული იყო საკონსულო. შემდგომ მათ ამ შენობის გაყიდვის გზით, ან ამ შენობიდან საკონსულოს გაშვების გზით მათ ჰქონდათ სურვილი, რომ აქ ვთქვათ, გაეკაპიტალიზირებინათ ეს შენობა. ეს შენობა არის ორსართულიანი ძველი შენობა, მაგრამ მოსკოვის ყველაზე ძვირ საამშენებლო თუ ყველაზე ძვირ რაიონში განთავსებული. ეს იყო მათი სურვილი. მათ ეს სურვილი, ამ სურვილის განხორციელება ძალიან ინტენსიურად დაიწყეს 2008 წელს ჩემი ელჩად მოსვლის პერიოდში. საინტერესო რა არის ამ ისტორიაში? როცა მე გაუწიე ძალიან სერიოზული წინააღმდეგობა ამ თემას და არა იმის გამო, რომ თქვათ მე ვფიქრობდი, რომ ისინი თქვათ არასამართლიან მოთხოვნას აყენებენ და არამედ იმის გამო, რომ ფაქტიურად ეს მოქმედება და ეს მოთხოვნა, მათ შორის სააკაშვილისა და ვერაბიშვილის მხრიდან მოთხოვნა, რომ შესრულებულიყო, ფაქტიურად პარალიზებული იქნებოდა საქართველოს საელჩოს და საკონსულოც და უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდებოდით. როცა მე მათ შევთავაზე თანამონაწილეობა ამ პროექტის გადაწყვეტაში, მათ შორის ჩემი საკუთარი ფულით მე მზად ვიყავი და შევთავაზე შარანგიას, რომ მე თვითონ ჩავერთვები პროცესში, რომ ჩვენ მოვძებნოთ სხვა შენობა მოსკოვში, მათთან ერთად და მზადთავარ ავწიო ჩემი ფინანსებით, მათ ფინანსებთან ერთად პარიტეტულად ავწიო და ვიყიდოთ ახალი შენობა საელჩოსათვის, რომელსაც ლიზინგით გადავცემთ საკონსულოს, გარკვეული განვადებით გადავცემთ საკონსულოს. ის თანახმა იყო ამ წინადადებაზე. მე რამდენიმე დროის განმავლობაში მათ ბროკერებთან ერთად მოსკოვში ვეძებდი საკონსულოსათვის შენობას. როცა ვიპოვეთ შენობა, აღმოჩნდა, რომ ბევრად უფრო რთულია, იმის გამო რომ არსებობს სპეციალური ბიუროკრატიული მექანიზმები, მიიღო თანხმობა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალური დეპარტამენტისაგან ამ ერთი შენობიდან მეორე შენობაში საკონსულოს გადატანაზე. სპეციალური ხანგრძლივი პროცედურა იყო და როცა იმას უთხარო, იცი რა, ეს შეუძლებელია ერთ თვეში მოხდეს, მან პირდაპირ დაუთხარო, მე ამას დაჭირდება 2-3 თვე და მე მზადთავარ ამ ეს პროცესი გავაგრძელო, მაგრამ მეთქვა რომ 2-3 თვის მერე ძალიან გვიანი იქნება. ზუსტად იმიტომ, რომ ეს ლაპარაკი ჩვენ შორის შედგა აპრილის დასაწყისში. და აპრილის ბოლოს სააკაშვილს ჰქონდა დაგეგმილი აფხაზეთში სამხედრო მოქმედებების დაწყება, რაც რა თქმა უნდა გაართულებდა რუსულ-ქართულ ურთიერთობის შესრულებით მოსალოდნელი იყო და ამიტომ შარანგიები იმ წილს, რომლის გაყიდვასაც აპირებდნენ იმ მომენტში ალბათ ვერ მიიღებდნენ. საუბარი მიდის რამდენიმე ათეულ მილიონზე, რომელიც შეიძლება მათ მიიღოთ და ბუნებრივია, რომ ეს ინტერესები ესეთი სისწრაფით ამ საკითხის გადაწყვეტა იყო სააკაშვილის ინტერესები. როგორ შენდება ფინანსური პირამიდა? რა ხერხი გამოიყენება დაინტერესებული პირებისთვის კვალის ასარევად და როგორ ხდება კომპანიების რეალური მფლობელების დადგენა? რა აკავშირებს რეზო შარანგიას 80 მილიონიან პროექტთან? გასულ წელს მერის მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლითაც თბილისი 5 ლოტად დაიღო, ყველაზე მსხვილი ლოტების მფლობელი შეპასა თბილ ლაინი გახდა, რომელმაც ვაკე საბურთალოსა და გლდანი ნაძალადების რაიონის სამარშრუტო ხაზების განკარგვის უფლება მიიღო. ძველი თბილისი დიდგორის რაიონში ტენდერი შეპასა კაპიტალ გრუპმა მოიგო. დიდუბეთ ჩუღურეთის რაიონი შეპასა თბილ ქარმა მოიგო, ხოლო ისანი სამგორის რაიონში გამარჯვებულად შეპასა ფაბლიკ ქარი დასახელდა. კაპიტალ გრუპის 100%-იანი წილი სოხუმელ ნოდარ გიგინეიშვილს ეკუთვნის. მერის ტენდერში გამარჯვებული კომპანია Public Car ოჩამჩირელმა ხვიჩა სექანიამ 2010 წლის 17 დეკემბერს დააარსა და ის 100%-იანი წელის მფლობელია. ამასთან კომპანია GMC-ის მფლობელობაში არსებული შეპასა რესტორანი ქალაქურის დირექტორი 20 დეკემბერს თანხმობას აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსდეს შეპასა Public Car. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით 2010 წლის 17 დეკემბერსაა დაარსებული ტენდერში გამარჯვებული კიდევ ერთი კომპანია შეპასა თბილ ლაინი. 100%-იანი წილი ოჩამჩირელ გია გაგოშიძეს ეკუთვნის. იმავე დღეს 17 დეკემბერს რესტორნის ძველი სახლის დირექტორი ნიკოლოზ მამაგეიშვილი ხელს აწერს დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც ის თანახმაა მის საკუთრებაში არსებულ ფართში განთავსდეს შეპასა თბილ ლაინი. კიდევ ერთი გამარჯვებული კომპანია შეპასა თბილ ქარი 2011 წლის 4 იანვარს ოჩამჩირელმა თენგიზ ალფენიძემ დააარსა და ისიც 100%-იანი წელის მფლობელია, ხოლო GMC ჯგუფის კუთვნილი შეპასა რესტორნის ძველი სახლის დირექტორი ნიკოლოზ მამაგეიშვილი თანხმობას აცხადებს, რომ მის საკუთრებაში არსებულ ფართზე განთავსდეს შეპასა თბილ ქარი.
Public Car-ის მფლობელი ხვიჩა სექანია, ამავე დროს შეპასე თბილისი პარკინგის დირექტორია, რომელიც მარჯანიშვილის ექვსში მდებარეობს და რომელიც თბილისის მერიის მიერაა დაარსებული. თბილისი პარკინგი პარკირებისთვის დაწესებული გადასახადების მოგრებას აწარმოებს. სექანია იმავდროულად ყოფილი მუნიციპალური კომპანია ბუშტაიდის პარკის დირექტორიცაა. კაპიტალ გრუპის მფლობელი ნოდარ გიგინეიშვილი კი 2010 წლის 20 დეკემბრის საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით GMC ჯგუფის მეწილია. კერძოდ GMC ჰოლდინგი ფლობს აქციათა 65%-ს, სააქციო საზოგადოება საქართველოს სახალხო ბანკის 20%-ს, ხოლო გიგინეიშვილი კი 14%-ს. რაც შეეხება გაგოშიძეს, რომელიც ტენდერის შემდეგ ყველაზე მსხვილ 2 ლოტს ფლობს ვაკის საბურთალოსა და გლდანი ნაძალადების რაიონებში, გარდა ამისა ის თბილაინის დირექტორიცაა. იმავდროულად კომპანია GMC-ის საწყობის დამფუძნებელი და დირექტორია. გაგოშიძე 2008 წლის 3 დეკემბრიდან შეფასე GMC-ის საწყობის ერთპიროვნული ხელმძღვანელია. წილის 100%-იანი მფლობელი კი GMC ჯგუფია. GMC-ის საწყობი ძველ თბილისში რესტორანი ძველი სახლის ტერიტორიაზე მდებარეობს. გაგოშიძის სახელი კიდევ ერთ დოკუმენტში ფიგურირებს. უძრავი ქონება დიდუბეს შეეცვალა სახელწოდება და სპორტულ ეზოდ გადაკეთდა. მას გადაეცა უსასყიდლოდ უზურფუქთის ფორმით 1500 კვადრატული მეტრის ფართი ყაზბეგის გამზირზე. პარკის ტერიტორია, რომლის ღირებულება 750,750 ლარია. საქალაქო სამსახურის უფროსა ვალერიან გვათუამ 2010 წლის 3 მარტს სპორტული ეზოს დირექტორად სწორედ გია გაგოშიძე დანიშნა. 100%-იანი წილის მფლობელი თბილისის მერი არჩება. თუმცა იმავე წლის 23 ივნისს გაგოშიძე სპორტული ეზოს 100%-იან წილს 35 წლიანი მართვის უფლებით ფიზიკურ პირს. თქვენთვის უკვე კარგად ნაცნობ რევაზ შარანგიას მეგობარს და ბიზნეს პარტნიორს ხვიჩა მაგაცარიას გადასცემს. მაგაცარია წარმოშობით ოჯამშირედანაა. მიუხედავად იმისა, რომ ფართის 100%-იანი წილის მფლობელი კვლავ თბილისის მერი არჩება, ამ ტერიტორიაზე მაგაცარიამ საკუთარი სასახლის მშენებლობა დაიწყო. ხვიჩა მაგაცარია GMC ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელია. გია გაგოშიძე GMC-ის საწყობის დირექტორია, რომლის GMC ჯგუფის დაქვემდებარებაშია. საუბარი არის 35-მდე იურიდიულ პირზე, რომლის საშუალებითაც ოპერირებენ ეს ორგანიზაციები. ზოგჯერ პირდაპირ მათი სახელებით, მაგრამ გაცილებით უფრო მაღალი საფრთხის მატარებელი არის ის ფირმები, სადაც მათი სახელები პირდაპირ არ წერია და შეგვიძლია არაპირდაპირ მივიდეთ. ხო, აი სამაშტო ტაქსების ამბავი კარგი მაგალითია, იმიტომ რომ იქ ამ 4 ფირმის ვინც მოიგო ბჭყალებში ეს ტენდერი, არც ერთის დოკუმენტაციაში თქვენ არ ჩარანგიას და არც მაგაცარია არ გხვდებათ. თუმცა ადვილია ამ კავშირის დადასტურება. და ჩვენ ვნახეთ, რომ სწორედ სხვა სახელებზე, სხვა ადამიანებზე რეგისტრირებული ფირმების საშუალებით მიიღეს მათ ეს მონოპოლიური ექსკლუზივი, ხო? ასეთი მაგალითები სავარაუდოდ ბევრია და საზოგადოებამ და ჩვენ ჯერ კიდევ ყველაფერი ბოლომდე არ ვიცით, სადამდე მიდის მათი კვალი. თორე სადაც პირდაპირ ჩანან, იქ ადვილია მარტივია, რა თქმა უნდა, ვნახავთ და უცბად გავერკვევით რა მოხდა ამ პონდო ტრანზაქციებში. რევაზ შარანგიას ძმა მერაბ შარანგია ბილაინის ერთ-ერთი მეწილე და ბილაინის ქართული წარმომადგენლობის მობიტელის გენერალური დირექტორის მოადგილეა. ის რესტორან ქალაქურის, რომელიც ასევე GMC ჯგუფის საკუთრებაა და დეზერტირების ბაზრის ტერიტორიაზე მშენებარე ერთ-ერთი კომპლექსის მეპატრონია. არის სახალხო აფთიაქი, რომლის მმართველის პოსტი რევაზ შარანგიას ახლო მეგობარს ვალერი კვარაცხელიას უკავია. აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე შარანგიას ქვისლის ძმაა. მისია ფეხბურთი ფედერაციის პრეზიდენტად რეზო შარანგიას ნიშნავდნენ, თუმცა მისი აქტიური წინააღმდეგობის გამო ეს თანამდებობა ასევე მის მეგობარს ზვიად სიჭინავას ერგო. შარანგიას საკუთარი პერსონის აფიშირებას ერიდება. ბათუმის ინტურისტი, აქ მეგობრობას ისევ კიევის უნივერსიტეტში მივყავთ და გია ყარამანიშვილის და შარანგიების ნათესაურ კავშირამდე. რეზო შარანგიას უმცროს ძმას შოთა შარანგიას, რომელიც ვარშალომიძის ახლო მეგობარია, აჭარის მთავრობაში ერთ-ერთი მთავარი ძალოვანი პოსტი ეკავა. ახლა პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციის უსაფრთხოებას ხელმძღვანელობს. არჩილ გეგენავა, ვანო ჩხარტიშვილი, კახა დამენია, რომან ფიფია, ანგარიშები კვიპროსზე, სეიშელებზე, ლონდონში, შვეიცარიაში, სინგაპურში, კავშირით ცნობილ აფხაზ საბჭოთა ფეხბურთელთან და ბიზნესმენთან, ახიგ ცვებასთან და გაყიდულ საფეხბურთო თამაშებთან. ყველაფერი ეს ერთ ადამიანამდე მიდის. რეზო შარანგია, სააკაშვილთან დაახლოებული ბიზნესმენი, სახელდება ზემოთ ჩამოთვლილი ყველა პოლიტიკური და ბიზნეს გარიგების იდეის ავტორად. ეს არის პოლიტიკური ბიზნესის პირამიდა, რომლის რეალური მფლობელების დადგენა კვალის ბოლომდე მიყოლა. ფარველების პირდაპირ სისხლის სამართლის დანაშაულში ბრალდება გამორიცხულია. ყველა კანონი ბიზნესისთვის იწერება. ეს არის ის დოკუმენტური და სიტყვერი მასალა, რისი მოპოვებაც რევაზ შარანგიას ანატომიის შესადგენად მოვახერხეთ. მისი გარემოცვის წევრები ჟურნალისტებთან მხოლოდ ჩუმად საუბარს სჭირდებიან წყაროს კონფიდენციალობის დაცვის პირობით.
რა თქმა უნდა, ყველაზე ზემოთ დასახელებული კომპანიაში შარანგია 100%-იანი წლის მფლობელი ვერ იქნება, თუმცა ფაქტია, რომ დანარჩენ წილს ზედმეტად ნაციონალური სახე აქვს. ამ ქვეყანაში კი ყველაფერი ნაციონალური ერთადერთ ადამიანს აბარია. უსარგებლოა იმის თქმა, რომ უნდა ვაკეთოთ ის, რაც შეგვიძლია. უნდა ვაკეთოთ ის, რაც საჭიროა. ვინსტონ ჩერჩილი.